თბილისის მერ გიგი უგულავას ბრალის ხვის იქონების მართ საწინააღმდეგოდ მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით წარადგინა. უგულავა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი დაკითხვის პარალელურად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებასთან დედაქალაქის მერის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს აქვს ღიად დეკლარირებული ამოცანა, მან ეს საჯაროდ განაცხადა არაერთხელ და მისი გუნდის წევრებმაც ეს მრავალჯერ დაადასტურეს, რომ აქვს ამოცანა პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების. პირველ რიგში ვინა თქვა, რომ ამ ამოცანას ის ვერ მიაღწევს, შეიძლება კონდეს შესაძლებლობა, რომ საფრთხეში ჩააგდოს დემოკრატია ქვეყანაში გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ამოცანა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა დაისახა, რომ არ ჰყავდეს პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც მას აწუხებს, ამ ამოცანას ის ვერ მიაღწევს. უნდათ თბილისის თვითმმართველობის ხელში აღება, ოპოზიციის მთლიანად განადგურება და როგორც ჩანს არიან პანიკურ შიშში, მას შემდეგ რაც ჩვენ დავაანონსეთ 19 აპრილის აქცია და ამას უკავშირდება ეს დაჩქარება და ფორსირება მოვლენების. იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ასეთი მოქმედებებით პირიქით ხელს შეუწყობენ იმას, რომ 19 აპრილს კიდევ უფრო მეტნი ვიყოთ. დღემდე საუბრობდით, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად. მაგრამ ის რასაც ხედავთ, რომ უკვე მუხლების დაუსახელებლადაც კი ვითომ ხსნიან ახალ საქმეებს და პრაქტიკულად თითქმიან ბრალდებებს მიზანმიმართულად გიგი უგულავას წინააღმდეგ, ეს უკვე გადადის პოლიტიკურ ტერორში და მე იმედი მაქვს, რომ ეყოფა საღი აზრი დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დაამთავროს ქვეყანაში ეს პოლიტიკური ტერორი. ქვეყანა ასე არ იმართება. სამწუხაროდ ჩვენ ბრუნდებით 90-იან წლებში. იმიტომ რომ კულტურა დღევანდელი პოლიტიკური ელიტის არის ასეთი. აი, უბრალოდ გადავხედოთ ვინ ახავს მინისტრები ივანიშვილს. მათი სახელები და გვარები. მათი წარსული, მათი დღევანდელი განცხადებები. გავნან ესენი 21 საუკუნის საქართველოს მთავრობის მინისტრებს.